კარგი მასწავლებლის კრიტერიუმი არ არის დიდი ხანი, ალბათ წელიწადნახევარი თუ 2 წელი გადის. გარდაიცვალა ასეთი სრულიად ახალგაზრდა მღვდელი მამა თეიმურაზ ქორიძე. ძალიან ცნობილი მისი გარდაცვალება. ეს იყო ჩემი მოსწავლე. თემო იყო ჩემი მოსწავლე. ერთხელ მივდივარ დერეფანში, ისინი არიან ალბათ მე-12-მე-11 კლასში და საკლასო ოთახიდან ისმის რაღაცა ხმამაღალი საუბარი და გამოვაღე კარები და შევედი. თემოს კლასია. და თემო კამათობს და დანარჩენები მასწავლებელიც იქ არის, რომ აი ილია ჭავჭავაძე რომ შერაცხულია წმინდანად, რატომ არ შეიძლება იყოს galaktion ის იყო მოტრფიალე galaktion კაბიცის. და მე რომ აუხსენი თემო ნახე, იქ თვითმკვლელობა, აქ მკვლელობა, ამას რელიგიაში აქვს დიდი მნიშვნელობა, რას წარმოვიდგენდი რომ მე თემო მამა თეიმურაზი გახდებოდა და საქვეყნოდ საყვარელი მღვდელი. და მის ინტერვიუს თუ მოусმენთ, ის ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ერთხელ ლექსი არ ვიცოდიო და კლასში ბავშვები ყვებოდნენ და ჩემთან მოვიდაო ჟუჟუნა მასწავლებელიო და მითხრა, შენო ისეთი კარგი ბიჭი ხარო, ეს ლექსიო გეცოდინებაო და მე 10-იანს დაგიწერო. ისე რომ არ მკითხა, მე ეს ლექსი არ ვიცოდიო. სახში რომ მივედი, მე მივხვდიო, იმ წუთში ვისწავლეო, აი ეს კარგი მასწავლებელია, ხვდები? და ნახეთ მის მეხსიერებაში ბავშვი როგორ აფასებს კარგ მასწავლებლებს, ამას აქვს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს იყო ფარული мотиваცია და ეს იყო ყველაზე დიდი мотиваცია შემრცხვაო, რომ ადამიანს თურმე ამხელა ნდობა აქვს და იმხელა мотиваცია გამიკეთა მასწავლებელმა, რომ მე მას მერე ლიტერატურის წიგნი ხელიდან არ გაუგდია. არის ასეთი შემთხვევები, უბრალოდ უნდა ამოიცნო. აი ეს მასწავლებელს აქვს ჯადოსნური უნარები.